რეკი არიცი? დავიწყოთ? არა. დღეს ნავჭამოთ მეგრული. აი ზვიადი საიდანაც არის? იმათი სამზარეულო. სკანგოლი არ გქონია. ერთოს წვით ალექსანდრე გაიზარდა უკვე დიდი ბიჭია, 5 წლისა, სკოლაში მიდის. 6-ის ხდება. მე 7-ის ვიქნება. მე 7-ის იქნება, მე 8-ის, მე 9-ის და ასე გაგრძელდება. სკოლაშიო, სხვათა შორის ახლა მე შემეწყო უკვე სკოლის ამბავი უკვე, რომ მითხრეს, რომ მინიმუმ 4 კომპიუტერი უნდა გქონდეს რომ სახში, რომ სერვერებზე დაჯდე და წავიდა. უნდა მოასწრო დარეგისტრირება. სკოლაში არის ეგეთი წესი თურმე, რომ ჯერ იმ სკოლაში თუ იმეს დედმამიშვილი სწავლობს, პრიორიტეტები ისინი არიან. მერე მასწავლებლის შვილები, მერე ვინ იყო? ტყუპები, მერე სისხლით ერთი ჯგუფები, რამე რომ მოხდეს. მე თვალწამწამწარწმანებო მე ისინი მე ესენი მე მოკვდავები და მე ვარ ჩვენა შეჭება თუ დარჩა ადგილი ბოლოში ტაბურეტკაზე აი მე კაროჩე ოროსანები ისინი არიან ვის აი ეგეთი ბოლოში ადგილი დარჩა და უბრალოდ არავის არ იცნობა აციაობა კი არ არის სკოლებში ადგილები არ ყოფნის რა ხებიდა მე არ ასაკეთებ ბიჭო არ არის გასათვალელი ნორმალური თუ მე კერძო სკოლაში არ მინდოდა მიყვანა იმიტომ რომ მოუშვერტა რაღაცა ვიკითხა რაღაცა მიზეზების გამო სკოლაში იყავი რა შვებოდი ცუდი მოგცეს თუ კაი კარგა იყავ როგორ მოსწავლე იყო ცუდი დაგიწერა თუ კაი მე მამა თითქმის ყველა მასწავლებელი მახსენებდა არა ცუდი დაგიწერა თუ კაი მე კარგი მამა იტყუებ რატო ვიტყუებ აბა ნინოს ვიტყვი მე რა ნინოს ვიტყვი ბიჭო ამ შენ მასწავლებს დავა მაგის ნომერებიც 1-1-1 3-3-3 მომისმინე ეს უცი მე ვსწავლობდი კარგად მათემატიკას მოსაერთამი ფიზიკას ეს მინდა ამაებს ვაჩვენო ხალხს ნაჩვენო ანახე და მოუყევი მაშინ ბოლომდე რა არის ეგ ანახე წესი რა არის ჯერ ანახე ვერ დაინახეს მოსაუკეთესია ხო ხელზე რა გჭირს ეს გაიკეთე რა სისხლის ანალიზი სისხლის სისხლის ანალიზი გაიკეთა დღეს და აი ხელი აჭერე და ვაფშე ხმა რა მოუღია იმენა იჯდა ეს ტელეფონს სკროლავდა მორჩითო გაგიჟდა ის ხალი რა მორჩითო და მიღალა ტელეფონი რა აი ვივარე დაბერდი შენ კიდე და მე მამა რას მეძახი ხოლმე სახში შეუდღეულში შეუდღეულს მეძახი ისინი რომ მეშლება თან გაიგე აი შეუდღეულო ხოლა მა ის არის კაუჩი это можно ну почему что зима დღეს უნდა გავსწროთ საჭმელი აბარის მეგრული აი ხაჭაპურები ისინი ესენი და აინტერესებთ შენი აზრი რა ეხა აი მასელი მაგიტომ გვაქვს შევაფასო შენ თქვი რომ ეხა რომ შეჭამ ცუდიაო გაიგე მე რომ დამემს გავსო თქვი რომ ცუდიაო იცოდი არ მოგეწონოს ნუ იცი ხომ ეგეთი რაღაცა პერფორმანს ობიექტი ეს მოიტანე ხა მოკლედ ობიექტი პერფორმანსიდან გამოვიძახეთ დღევანდელი საკვები იმიტომ რომ სულ კითხულობთ ხოლმე საიდან გამოიძახეთო მოვეცეტავი ესო დიდობაში დაგჭირდება სუშია თუ რა არის რატომ მოხვედი ახლა სკოლის საჭმელებია ეგეთ ვიძე დაამყი მაგარი ხარ სკოლის საჭმელებია თუ რა არის ლანჩმენიუა ოპა ლანჩია მა აბა იუ მამა სკოლაში ვარ შენ არა ჭამ მამა სკოლაში ვარ აი სკოლაში რომ მიდიხარ მაგიტომ გამოგზავნეს ეს ოპა ეს აი როგორ დავიყოთ ეს არის გა ერთი წუთი ბიჭო ესა ანუ ხო გაწიერა მოიცეთ ეს ქათმის სალათია მამა მაიონეზი და ქათმის სალათი ეს კაი არ გიყავს აბა ეს გასინჯა აბა უსუნე და არა კიტრი და ქათმის სალათი როა მა ეგა აბა ერთამის სუნის ჯერ სუნი შეამოწმე აჰა მართლა ის მომეწონება ეს მოგეწონება კიტრი და ქათამი ხო გიყავს და მაიონეზი მამა კაი წარეკნება არა აბა ეს რა არის წვანი წიძა ყისა კიტრი მამა დედას გეფიცებ კიტრია დედა მომიკლეს აჰა ჩაკბიჩე მამა კიტრია მამა
ბიჭო. დაჭრილი კიტრია, აი, ნახე. ეხა იქ ცუდია? აბა. აბა? კაცმის ხორცია, მაიონეზთან. წაიღო? ასე დანაცი. რა თვითონათი, ბიჭო? ჰას ესე შეჭამე. მე ამაშუჭო. რა ერთი წუთი. ბიჭო, მე ვერ გავიგე კაცმის საათზე ლობიო ერთმანეთს. ეს ის არის. ბადრიჯანი, ხო. კაია? ვა. ესე ფარშირებულ ბადრიჯანს პირველად ვჭამ, მართლა. და მთავარი, ელარჯის ბოქსი არის ესა? კომი? რატო აგეკედი ფერი? ეს соуსი არის, მამა. არა, მადლობა, ვეცობ ეგრე. არა, აი. აი მე დამარჯობა. აი შევაფასოთ. მოდი შევაფასოთ უბრალოდ. მოდი შეაფასე, მამა, შენი ლაპარაკი როგორი იყო? მე შევჭამ. იდი. ვინმე. ой, საბჭარ დამატუწო. უცხრა კაცი ჭამს ჩემი თებშიდან. გეყო ხო არის. რა, კაია? ეგეც უზი соуსი არ აქვს. ეს ის არის. соуსი კი არა, ეს. ვაჟი არის, соуს. რა კაია? რა ვისე ჭამე, ბარე, მე გამაკრე ახლა, რა. ბადრიჯანიც ჭამე და ეგ არის, всё. ეს ისამე. ახლა მიწამია მე. всё, კაი იყო. დავай შეფასება დაუწერო. მე მწია. კაი. მოიცა სხვა რამეც მოიგო. არა, ეს მინდა. ამას ბოლომდე მოვშები და შევფასებ. რა ბოლომდე მოვშები? მოსწრებაზე. ტერიტორიაზე გადმოვიდა მაგათ. ეს ეკეთებ შენ. ფასი და ბოლზე ფასდაჭერა. გავწყვეტ რომ აქციების შესახებ ვისათხომე 20% ფასდაკლება არის ბოლზე. 29 ოდნავ მეძვირება. 20% დაკლება გამოდის 25. რაღაცა 24. 24-ად სვეჩი გაწყ ისეთი რაღაცები დევს ეხა ის კაცმის საათი და ეს ერთად. მამა. ორივეს გავუხეთ. ლანჩზე გემრიელად შეჭება. ლანჩზე დაბადების დღის უფრო არის შეჭება. დაბადების დღის საჭმელები ძალიან კაია. ხო, მოიცე შენ. გადავდოთ. რია. всё, ეხა სხვა საჭმელი უნდა მოვიდეს. ნუ ხარ გიჟივითა. მარიამ, მოდი ახლა წაიღე. მამა, ერთი დავაღოპინოთ ერთად. მამა, არა, რა უნდა დავაღოპინოთ, გაჩერდი. მოდი. რა როგორ? ჩხდიდას უბრალოდ ჩანგალი მივეც. მოიც ამას რამდენი დაუწეროთ? 10-დან მე თუნდა დავწერო. 8. 1000. 1000. ესეთი 100 ალექსანდრე. 100. ბიჭო, 10 დაწერეთ ახლა და ვინ გასწავლის მეთქი და კი არ ძახს, ვინ გასწავლა 10-ის წერა? 3, 2. ნახე რა. ადრეს გვიჭამია ერთ ვიდეოში. ხო? ხო. მე მოგეწონა? არა. ანუ არ მოგეწონა? ხო, არა. არც მაგლა იყო ყველი და არ მოგეწონება. ჩვენ გვიყვარს დაბლარუარი ყველი. ხო. ესენი არ და ლობიანიც, ხო? რატო არასდროს არ აჭრიან, ბიჭო? რატო არასდროს არ აჭრიან? ან დანა გამოაყოლონ ხოლმე, რავი, მოდი, გავჭრი. მოდი, და რა. მოდი, შევამი, მართლა რა. ხო, აბა, ყველები არ გვინდა ეგრევე ჭამოთ, მოდი, აბა. იყო დაჭრილი გადავ. ყველა საცხობს რესტორანს და ასე შემდეგ. როცა დელივერიზე გზავნით, არ არსებობს მიზეზი თუ რატომ არ უნდა იყოს დაჭრილი, მართლა. სასაჩუქრე მდგომარეობით რატომ მოდის? სასაჩუქრე მდგომარეობით რატომ მოდის ხაჭაპური? არ გვინდა, უნდა ვჭამოთ. დაჭერით რომ გავიგოთ ვის რამდენი ხდება, როგორა. არის პროცესი. რაზე? პერფორმანს მინდა დავუყო. რატო არ დაჭერილო? მამა, ესე შეიძლება ეს ყველიანი გაშინჯო, ყველი გაშინჯო. აბა. შენ გაშინჯო. გამარჯობა, მახარა ვარ. გადაცემიდან გირეკავთ. ხო, მახარ. ერთ-ერთი კითხვა გაქვს ხარ რა? ისე.
ხაჭაპურს რატო არასდროს არავინ არ ჭრის? აუ, აი გუნდა მინოს მექნა რა. აი მაგ მიზეზი მაინტერესებს, აი. ისე არის მაგრამ რო იწება თვა მე ცხინი გამოდი და ვიცაც კარგავს რა. ეგ თემა რა რეალურად რა. ბიჭო, ამაზე მე სერიოზული ჩხუბები არის ვის რა ეკუთვნის და რამდენი ნაჭერი. ეხა აქ ვერ ავჭრით ჩვენ სწორე, გაიგე? ათშიკო მოიჭრა ორ ნაჭრიანი თავისთვის, მაგალითად და აპრავის რომ ეს მე-6 ნაჭერია და ასე შემდეგ და კაცი ცხინი გაზის მე. გავიდე ძმაო, ზედმეტი ცხიმი რაც არ უნდა, ზედმეტი უნდა მოიშორო ყოველთვის. დაწეროს კომენტარებში. აი ხ კომენტარებში ხალხს ვთხოვ რომ დაწეროს როგორი ჯობია რომ მოვიდეს. ცხიმი რომ ოდნავ გამოსული ქონდეს და დაჭრილი თუ თლიანი ჩემი. ჯერჯერობით კაი იყო. ხაჭაპურის არ დაგვიწყე, ის ბოქსით დავიწყე და ნორმალნა, კაია. დავაი. მოიწ ტელეფონი. მოიკითხე? უკაცრავად, აი შეგიძლიათ რა ჩადეთ ყველი. მენა მაგარი ყაურა, კაი. რა დონის სარკაზმი იყო დიდი ბოდიშით. აი, შენ ყველი არ დევს. აი ხა. მე ძმახა, გაჩე. მაგარი. კაია. ახლა მოგეწონა? ყველა გაშიძე თავრა. გავშიდე? ძალიან გამერია. სულ გუნდია ხო? ამ შეგაშიძე. მაგაზე როგორ გიწყო ალექსანდრე? გავუშვათ გავატარო. წვენები არ არის? კაროჩე მიმართავ რამე წვენის კომპანიას. სულ ვარ სიკოლა იყოს. ყველაზე. დიდი ფასდაკლება არის ჩვენთან წვენის კომპანიებო. ჩვენ გვჭირდება რაღაც თვიური გადასახადი, დიდი მაცივარი და უფრო მეტი წვენის რაოდენობა, იმიტომ რომ ზაფხული მოდის, წვენი გვჭირდება უფასოდ. უკარო იდგეს ან რაღაცა. ყველაფერზე ზა ვართ. კალი. აა, კალი. გიდა ჩელენჯი? კალი. ჰა? გიდა ჩელენჯი? სწავლასო დაიწყებ შენ. დიდი ბიჭი რო გახდები, მე შეგიძლია წახვიდე სხვადასხვა ქვეყანაში სასწავლებლად, იცი? ეხლა სამოგზაუროდ მიდიხარ ხოლმე. შეგიძლია რომ სადღაც მაიამიში წახვიდე, ესკუში და სადღაც ისწავლე. და მამაშიც კი არ გამოართვა ფული. და ფინანსება მოიპოვოს საქართველოს ბანკიდან. შეიძლება არ იცი კი არ და იცი, მაგრამ ხალხმა არ იცის და მინდა რომ შევახსენო რომ ჩვენი ნარინჯისფერ ლოგოიანი კომპანია საქართველოს ბანკი. საქართველოს ბანკი არის ცოდნის მხარდამჭერი. ესეთი 500,000-ზე მეტი ბავშვი არის სტუდენტია, ვინც დააფინანსეს და სწავლა დაუფინანსეს და სწავლაში ჩადეს ეს თანხები. და 40-ზე მეტი პროგრამა მგონი, ხო აჩიკო ფუცელში როგორ ეწერა. შეიძლება რომ საქართველოს ბანკმა დაგაფინანსოს და წახვიდეს სასწავლებლად. ეს მის სუსახში კი არ იჯდე. მახარ იდეალური მომენტია რომ გადავიდეთ ჩვენ გადაცემის ახალ სეგმენტზე. აუ აჩიკო შენი ხმა ძალიან სიამოვნე სამბოლოდოს ძალიან. რომელსაც ქვია თქვენ უნდა გაინაწილოთ მიკროფონები ალექსანდრეს გაუზიარე მიკროფონი. სეგმენტის სახელია მამა შვილის წინააღმდეგ ტვინების ჯახი. საქართველოს ბანკმა წარადგინა? საქართველოს ბანკისგან არის ჩელენჯი. კითხვებს უნდა გავცეთ პასუხი. და თუ კარგად გავეცით, შეიძლება მაიამი 9-ზე წახვიდე. არა, რაზე ვთამაშობთ ახლა გეტყვით. 5 შეკითხვა იქნება ალექსანდრესთვის. 5 შეკითხვა შენთვის. 5 შეკითხვა შენთვის. 5 შეკითხვა შენთვის. ვისაც საბოლოოდ მეტი სწორი პასუხი დაუგროვდება, მოკლედ ესე. მოგებულს უსრულებს სურვილს ნებისმიერს რა. ანუ უაზრობა არ მთხოვო, იცოდე. გაიგე, თუ წავალგე. თუ წააგო. ხო. რასაც ვეთქვი, უნდა ვუყვედო. ნებისმიერი რამე, ხო? ხო, ნებისმიერი რამე. თუ ძვირია. ხო, კაი. თუ ძვირიღეს, მაინც უნდა მიყიდე. გაიგე, თუ ძვირია, მაინც უნდა. ოღონდ ეხა უნდა მოიგო, მთავარია. თანაბარი პირობები რო ყოფილიყო, შენთვის ალექსანდრე ბევრად მარტივი შეკითხვები არის და მახარასთვის შედარებით ზრდასრულს როგორ შეეფერება. კაი. შემდეგი გადაცემიდან რომელიმე პლანშეტი თუ შემოვა, ძალიან გაგვიმარტივებს საქმეს, იმიტომ რომ ეხა ფურცლებით შევით რა. ვიცით რომელი დავიწყოთ, აბა ალექსანდრეს შეკითხვა დავიწყოთ. ალექსანდრეს შეკითხვა. ალექსანდრე მზად ხარ? რა ფორმა აქვს დედამიწას? დედამიწას? A მრგვალია, B 4-კუთხედია, C თეფშის ფორმა აქვს, თუ D პარალელიპედის ფორმა აქვს. აი ეს
შემოხაზე სწორი პასუხი რომელიც გონია შეგიძლია შემოხაზე. ანუ ესე. ბავშვი არის 5 წელს რა შემოხაზო. მოიცა ერთ წამს. შემოხაზე აქ არა, აქედან უნდა შემოხაზო. ან ეს არის. მე რა გითხრა, ეს არის მრგვალი თუ არა? ანუ დედამიწა ესეთია. ჯერ ვკითხე რა ფორმაა. ესეთი. მოცა ამიკითხე რომელი. ეს არის ეხო მრგვალი. ეს არის ოთხკუთხედია. თეთრი ესეთი არის თუ ეს პარალელეპიპედია. მაგას დავანება თავი. ალექსანდრე მომისმინე. დედამიწა. რა ფორმა აქვს დედამიწას იცი? როგორი ფორმა აქვს? რომელი? როგორი ფორმა აქვს? რა შემოხაზა? მრგვალი. ყოჩა. ერთი წამი. დედამ ხო არ უკარნახა, ეხა უკან დგას მარი და ეჭვი მაქვს რომ რაღაც მინიშნებებსაც ადგილი და არ შეიძლება. ეხა შეიძლება. გადავიდეთ მაშინ מחარას შეკითხვაზე. ეგ ფურცელი გადააგდეთ. מחარას შეკითხვა. ვინ დაწერა מחარ 1945 წელს გამოსული წიგნი ცხოველების ფერმა? A. აიზეკ ასიმოვმა, B. გორდონ რამსიმ, C. მარკ ტვენმა თუ ჯორჯ ორველმა? როგორია ეს? ალექსანდრე, შენ ერთი ქულა გაქვს უკვე. გორდონ რამსი ხო გამოვრიცხოთ მამა საერთოდ. გუნდური არ არის გორიდან იყოს და შანსი არ არის რომ გორდონას რამე ეკნა. ვინ დაწერა 1945 წელს გამოსული წიგნი ცხოველების ფერმა? 1945 წელს, ანუ ომი უკვე ილევოდა. აიზეკ ასიმოვი რატო დაწერდა? ჰა. შემოხაზე დრო გეწურება. მარკ ტვენი, მარკ ტვენი. შემოხაზე? სწორი პასუხია გორდონესი. ჯორჯ ორველი, რა თქმა უნდა. ხო, ჯორჯ ორველმა კაკა შემოხაზული, შემეშალა. ალექსანდრე 1-0 წინ არის გასული. არა, შემეშალა და 4-იანი. ალექსანდრე არის წინ გასული. პირველი შეკითხვა מחარამ არასწორად გამოიცნო. გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. ხალხში. აჩ თამაშობს ხოლმე ხალხში, მე არ ვიცი ეს ციგნი, ანუ დებილია რა. ალექსანდრე, ყურადღება. შეკითხვა. რომელია საქართველოს დედაქალაქი? A. ქუთაისი, B. თბილისი, C. გორი თუ ყუმისი? თბილისისა და ჯერ თბილისისა. დედაქალაქი რომელია? დედაქალაქი რომ 5 წლის ბავშვს ეკითხები, ბიჭო. ერთ წამ מחარ დააცადე ბავშვს. ალექსანდრე, რომელია აბა აა, დედაქალაქი? აქედან რომელიაო? ეს არის ქუთაისი, თბილისი, გორი. თბილისი? ხო. ხო. გორი და ყუმისი. რა შემოხაზე? მანდახე? ორიანი. თბილისი, ყოჩა. აუ, ალექსანდრე, აუ, მარიამ. მართლა არ კარნა. ალექსანდრე, ძალიან ჭკვიანი ბავშვი ხარ, არ ვიცი, მართლა კარნახავს თუ არა, მე მგონი არ კარნახავს და შენით იცნობ და. ეხა מחარას ჯერია. შემდეგი შეკითხვა מחარას. ის რომ შევნია მამულსა რომ შვილის ჯობდეს მამასა. מחარ, ყურადღება. ვიცი რომ შენი ძლიერი მხარე არის გეოგრაფია. ასე რომ შემდეგი შეკითხვა. რომელია კანადის ადვილი უნდა იყოს. 5-ის ყურა. ხო. რომელია კანადის დედაქალაქი? ოტავა, ტორონტო, მელბურნი თუ კვებეკი? კანადისა? მელბურნი არ არის. 0-ზე არ წააგო, თავარია. ტორონტო არის. ტორონტო არ არის. ოტავა, კვებეკი. ანკა გათხრა ბანკა მეზობლისკენ გადავა. ეგრე წააგო. მამა ეგრე წააგო. რომელი ეს ავირჩიო თუ ეს ავირჩიო? ოტავა. ჰა? ბავშვმა მითხრა ოტავაო. აი, ხო. რა? წააგე. სწორია. აი ესე გამოვრიცხო ანკა ბანკათი შემიცხარებს ვერ გავიწვი. ოტავა არის სწორი პასუხი, არ ვიცი ვინ გამო. რა არ უნდა დაიხმარო ალექსანდრე, იმიტომ რომ ეჯიბრებით ერთმანეთს. კაი, 1-2. ანგარიში מחარა მიუახლოვდა ალექსანდრეს. ცოტა ეხა ჩემი დროა. ალექსანდრე, მზად ხარ? ყურადღება შეკითხვა. რას აკეთებენ ჯიბრებით შენ? რას აკეთებენ? ეხა შევამჩნია ვინა ზიზაკ. ყურადღება შეკითხვა. ეს რა მოგივა. რას აკეთებენ ფუტკრები? A. რძეს, B. შოკოლადს, C. თაფლს თუ D. ფულს? ფული უეჭო. აბა, რას აკეთებენ ფუტკრები? თაფლისა და თაფლი. თაფლისა და. მარი. თაფლისა და. თაფლისა და. პირველია თაფლი. ეს არის თაფლი შენი. სადა ფუტკრები არ აკეთებენ თაფლს, ფულს აკეთებენ. აბა მანახე ალექსანდრე? აუ, აი შენ ხარ პროსტა ვუნდერკინდი მართლა. მართლა იცოდი ეს? იცოდი რომ თაფლს აკეთებენ? კი.
3-ით 1. აბაკითხე მამამის დასაკეთებს, იცი? ისე ფულს აკეთებს. 3-ით 1. არ ვიცი, מחარ გაგიჭირდება ესე თუ გავაგზავნე. შემდეგ იმამა სხვა ისე შემოხაზე რაც გინდა. ყურადღება מחარ. შენთვის არის შეკითხვა შემდეგი. რა ენაზე საუბრობენ ბრაზილიაში? ბრაზილიური. ბრაზილიურად. B ესპანურად. C პორტუგალიურად. თუ D იტალიურად. შეგვიძლია შემოხაზო. რა? აი, ვეღადავები. საიდან იცი? მართლა პორტუგალია? პორტუგალია? აი, ალექსანდრე. ოპა! შემოხაზე. ალექსანდრე, ჯერ ანუ არ ვიცოდი პორტუგალია თუ იყო და. ანუ სწორია. მაგრამ მე რანაც გამოვიცანი ვაფშე. ხალხი რას დაწერს არ ვიცი ამ კომენტარებში. ანუ ხალხო ეხა კომენტარებში ბევრს ეგონება რომ რაღაცა ვიღაცა უკანიდან კარანახავს. მართლა არავინ არ კარანახავს უკან მარი გვერდზე ოთახში გავიყვანე. ეჭვი მქონდა პირველ ორ შეკითხვაზე. გამოვიცანი მე. ძალიან მაგარი. ძალიან მაგარი. რა თებეგებათ მინდა შეიდახმარე. შენ ყობ და გეხმარით მა. ანგარიში 2-ით 3. მიდი, ეხლა სხვა შემოხაზე რომ მოვიგო, გაიგე. შემდეგი შეკითხვა ალექსანდრეს. არ გამთავ. ყურადღება. რა ფერია ბანანი ალექსანდრე? ბანანი ყვითელი. არა, ყვითელი დაფიქრე. A ლურჯი, B მწვანე, C ზოლიანი, რა ფერია? D ყვითელი. თუ საუ რა ფერია? ვითხარი ფერების. ეს არის ყვითელი. ისა? ვითხარი așa. ეს არის ყვითელი. პირველი არის ლურჯი. ყვითელი. მეორე მითხარი. მეორე არის მწვანე. მეორე მესამე ზოლიანი. ზოლიანი, ეს არის ყვითელი. მესამე რომელია? ყვითელია ეს? ზოლიანია მესამე. გადი მე მივხედავ, გადი. კაი, ეს არის ყვითელი. ალექსანდრე, მეოთხე არის ყვითელი. მეოთხე არის ყვითელი. მორმენტო, ანუ მივხვდა უკვე რომ ჩემი ხასიათი ვიცის და უკვე მივხვდა რომ ყველაფერზე წავსული ვიყავი და აღარ ეხა გითხარ. რა ხდება? ეხა რეალურად მე ეს კვიზი რო გავაკეთე, მე შინოდა რომ מחარა ძალიან წინ არ გაჭრილი იყო რომ მე ალექსანდრეს შანსი ქონოდა. რეალურად ეხა დაფიქსირი და ესეთი ფაქტი რა. ალექსანდრე 4 ქულაზეა უკვე, სწორი პასუხი ალექსანდრე და מחარა მოჩანჩალებს 3. მეს ანუ 2 ქულით. 2 ქულა გაქვს. არა უშავს. ეს ანუ ეხა ორივე უნდა გამოვიცნო. სო, მე რა უნდა. ხო, 2 შეკითხვა გქონდა. მომეც ეგრევე დამიდე შემოხარ. מחარ. მოსა თამაში. რამდენი სიმი აქვს სტანდარტულ გიტარას? 4, 6, 8 თუ 7? 7. გამოიცნო. სერიოზულად წაგება გინდა? ბიჭო, ვეღადავები. 6. სო, წაგო. მართლა? წაგო. კაი, ჩაძაბა მინდა და იდეაში. არა, 8 სიმია. 7-ია, ამა თქვა 7-ია. ანა უკრავდი შეჩი. ალექსანდრე. ეხლა מחარამ რეალურად წააგო. რა წავაგე მაგრამ ბიჭო. მაინც ვაგზელებს თამაშს არა, შევხედოთ. ეს ყოლა ჩამითვალე ხა. ვიხუმრე მეთქი გითხარ. ვიცი. სიმზე შეიძლება წიგნი არ ვიცოდე, გლების ცხოველები ვიდაწერა, მაგრამ მამა, შენ გიტარას რამდენი სიმი აქვს რა? ალექსანდრე, ყურადღება შენთვის არის შეკითხვა. რომელი უფრო დიდია? მზე თუ მთვარე? A თანაბარი ზომისაა, B მზე უფრო დიდი არის, C მთვარე, თუ D არც ერთი პასუხი არაა სწორი. ის დედამიწა თანაბარი ზომისა, ეს არის მამა, მზე. მითხარი ბრალოდ. აჩი მითხარი შენ. ვერ გეტყვი. არა, რა სად რა სწორ არის? პასუხს ვერ გეტყვი ალექსანდრე, უნდა გამოიცნო. აი ხა უყურე. არა, სწორი პასუხი არა, სად რა წერია? თანაბარი ზომია, მზე არის დიდი ეს არის, მთვარე და არც ერთი პასუხი არ არის სწორი. აბა რომელი გონია ალექსანდრე? מחარა ისედაც აგებს შეგიძლია თავისუფლად შემოხაზე მიდი. რომელიც კიდო. აბა? რა? თვარე? თვარე מחარამ შეგასწინა. ეს არის מחარას ბრალი. ანუ მე მომა. ეხა მე მომცა, იმიტომ ამან წამაგები. ეხა ოფიციალურად ისედაც მოიგე. მოკლედ ალექსანდრე მოიგე ისედაც, მაგრამ מחარში ყურადღება ეს შეკითხვა. ნიშნავს ძველი ქართული სიტყვა ყაფუზუნაო. ყაფუზუნა. მაჩვენე, მე ვიცი. A მაიმუნი, B მონსტრო სასმისი, C ურმის ბორბალი. აი ეს თქვა. ორიანი. ეს თქვა, აი. მომცრო სასმისი? ალ מחარ შენ რას ფიქრობ? შენი ვერსიაც დააფიქსირე. ბიჭო. ყაფუზუნა არის ერთ-ერთ ნაწარმოებში. ყაფუზუნას შემოხტავ რა. ამიტომ არის მაიმუნი. შეთერი ხოა. გამოვიცანი იდეა. ეს არ მეგო იმდენად ჩულუნგის შტაბეჭლება ყოველდღე მთელი გადაცემის გავავალი. აჩი. სწორი. დედეს გაფის. გაარტყი ეხლა. ვა ბანკზე წავედი და ფრაზა იმიტომ მოვიგონე რა.
და მეთქი აი ხა თუ დამეხევა ან არა. აფუზუნასავით შემოხტავ კი თან ვიდეო და რომ ბოლოს ჭკერას გამოჩერყავ და აფუზუნასავით შეხვდა. ეგ რა ყოფილი ხო მაინც დაგრეული ვიყავი რა აზრი აქ და ვაფანკზე მოიგე. ალექსანდრე გიოლ საქართველოს ბანკის სეგმენტში შენ ხარ გამარჯვებული. ხო არა საინტერესო მე მინდა საქართველოს ბანკს ვთხოვო რომ კიდევ თუ შეიძლება იმიტომ რომ სხვა ურთიერთობაში შემიყვანა ხა ჩემ შვილთან იმიტომ რომ გეგონა რომ ამდენ სწორ პასუხს გასცემ არა მართლა არ მეგონა მე დაჟე შენ პასუხი შენ შეკითხებს რა უპასუხო აბა ხა ჩემი როა რო თქვა რა მინდა შენ სურვილი მოგებული გაქვს მამასთან აბა რა მინდა ნებისმიერი სურვილი შეგიძლია თუ გინდა ეხა თქვი თუ გინდა მერე ვთქვათ ჰა რა აბა თქვი ერთხელ ორი რაღაც მინდა მე აბა ჯერ შენი ბოლომდე ფული მინდა მე ახლოს არის ძალიან ჯერ შენი ბოლომდე მინდა ერთი სურვილი კაი ეს არის ეგ არ მინდა მე რა გინდა რა გინდა ეგ ხო აღარ გინდა არა იცი რა მინდა მოტოციკლეტი ოპა მოტოციკლეტი მახა აი ეგ არ მინდა წამი კარგა უნდა მოვიქროს კაი შენ იფიქრე ალექსანდრე მაგაზე მანამდე ამჟამად მინდა რომ შეგახსენოთ რომ საქართველოს ბანკის სტიპენდიებზე full rights პროგრამა არის აქტიური სადაც შეგიძლიათ აპლიკაციები შეავსოთ და მოიპოვოთ დაფინანსება და ისწავლოთ უფასოდ რა მადლობა საქართველოს ბანკს აქსენტისთვის და ჩემი შვილი იმედია მოიფიქრებს რა უნდა 3 2 1 თქვი რა გინდა ეგრევე ეხა თუ მინდა მოვსკი ეს არის ჯავისაფარი ვაჩვენე ერთი წუთი გავხსნა ვაჩვენე რა არის გავხსნა ერთი წუთი მამა მაწვნის სუპი შენთვის მოვიდა მამა მაწვნის სუპი მოვიდა მა რა აჰა მაწვნის სუპი მოვიდა ვა მაწვნის სუპი მოვიდა ჩიტიტვა კულერებთან აქვს 30%-იანი ფასდაკლება თუ კულერები მიხვალთ ანა ანტონოვსკაიას სკოლაში თუ მიხვალთ 30%-იანი ფასდაკლება ექნებათ კულერებს ან გადაიცვით კულერის ფორმა და ისე მიდით. თეი დაბადების დღის ახლა კულერის ფორმით ჩედით. 10-დან 10 თეთრი კომპოსტო. ვა. 10-დან 10. მაწვნის სუპი მოვიდა მართლა იცი? მამა ნახე რა არის? აი ხა ჯონჯო. მამა ნახე რა მოვიდა. მართლა მაწვნის სუპი მოვიდა. მამა ეს არის ჩემთვის წმინდა. მართლა და არაფერი არ თქვა ამ საჭმელზე. სად არის საწაიღეთ ჩემი ის კოვზები. ნახე მაწვნის სუპი მოვიდა მართლა. აბა მოდი შეკავ. არ მინდა მადლობა. არ მინდა. აი არ მინდა. ეს არ მინდა? არა. რა არის? ყო ხათმის. ფუ. არა ჭიქრიძე არ შეიძლება 10-დან 7. არა ძლიერი ჭიქრითმა არ არის. თოქ ჭიქრითმა არა ო ბებია ჩემი ჭიქრითმა არ არის. მაგრამ ეს კაი ბჟავი არის. მადლობა. დაუწერეთ კომენტარებში რამდენად ცუდი ადამიანია გეორგი კალატოზი და როგორ მოგეწონათ როგორი პერფორმანსი იყო და როგორი პერფორმანსი იყო ეს. აჩვი, ჩვენთან წამოხვალ. აჩი, ჩვენთან წამოხვალ. დაბადების დღეში არ დაწვა დაპატიჟე. დაპატიჟე. დაბადების დღეზე პატიჟე როდის მინდა კომენტარებში ხალხს ვთხოვოთ რომ გულები დაგიწეროს გულებს ხო ცნობ ტექსტებს კი გულები დაუწერეთ კომენტარებში რომ ხედავს უხარია ხოლმე ბევრი გული როა რომ გულს ხვდება რაც არის და ალექსანდრე და გული ალექსანდრე პარასკევს აქვს ხა რა. აჩი, ჩვენთან წამოხვალ. ეხა? ხო. ეხა არა, მაგრამ დაბადების დღეზე მოვა. მაშინ პინპონგი ვითამაშოთ. ხო. პინპონგი. რანაირი ის იყო? წამო არა, მაშინ პინპონგი. შენ წამე მანდ. ბოლომდე. ბახა შეჯამებორო გავაკეთოთ ყავას ლაივს ერთხელ. წამო. ალკოზის ლაივს ვინც უყურეთ? მიხდებით შოუმენი ძმა ვინც არის? მე ვარ ადამიანი საქართველოში პირველი ადამიანი ვინც აი შოუ სპიდზე გავიდა. ხალხის დახმარებით. ათქმეინე, ვერ ვათქმეინე. დიდი ძალა გაქვთ და ეგ გახსოვდეთ ყოველთვის თქვენ ხალხს გაქვთ დიდი ძალა რა. უცებ ამომივარდება ხომ? აი, რა ვიცით ბიჭო, არ ვიცი. ოქტოპუსი? როგორ ანუ მაგაზე იყო შეკითხვა და მეო ფაქტაშორისო ვათქმეინე. არა, ვათქმეინე რა, ეხა ვათქმეინე. დიდი შრომა ჩადის ბიჭებმა, ეგეთი რთულიც არ იყო, ადგენ ოთახში იყვნენ ეხა. პრაიმ ჰაუსი 3 თვე აკეთებდა მაგას. გაიგე? ნელა